ეროვნულმა საბჭომ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილს ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ჯიჯიგური დავითაშვილის ტანდემი აცხადებს, რომ რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავებას ისრაელსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა. ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების თქმით, კნესეთის პრესპიკერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადების მიზეზი სწორედ ფუქსის საქმეა. ურთიერთობების გაფუჭება ისრაელსა და საქართველოს შორის ასევე ირიბა დაისახება ამერიკა საქართველოს ურთიერთობებზე, ევროპის წამყვანი სახელმწიფოებსა და საქართველოს ურთიერთობაზეც და შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული საერთაშორისო დიპლომატიური ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და უკვე დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში არიან და მათთვის უცნობი მიზეზების გამო ასახლებენ ისრაელიდან და მოქალაქეები ასევე საქართველოსი, რომლებთაც სერიოზული პრობლემები ექნებათ ისრაელში ვიზების აღებასთან დაკავშირებით. ბიზნესმენ ფრენკელისა და ფოქსის საქმე არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო რეკეტის შემთხვევა. ყველაზე სამარცხვინო არის, რომ მათი მოწვევა და შემოტყუება ქვეყანაში მოხდა პრემიერ-მინისტრის მეშვეობით. როდესაც პრემიერ-მინისტრი ოპერ-მუშაკის როლს ასრულებს, ეს ქვეყნის სირცხვილია. ჩვენ მზად ვართ ოფიციალურად საჯაროდ და ამის შესახებ დოკუმენტი დღესვე შევა სამართალდამცავ ორგანოებში, თავდებში დაუდგეთ ებრაელ ბიზნესმენებს, რათა მოხდეს მათთვის აქვეთის ღონისძიების შეცვლა და მათი დაუყოვნებლივ განთავისუფლება.